მოდი განვიხილოთ დღევანდელი სახარება და 60 ქული. ეს არის მარკოზის სახარების მე-7 თავიდან და გალატელთა მიმართ ეპისტოლე მე-6 თავი. 6 თავის ნაწილი. მაცხოვარი ამბობს, როდესაც მოუწოდა ერს და უქადაგებდა. ისმინეთო, ჩემი ყოველთა და გულისხმა ყავთ. მარტო კი არ უნდა ვისმინოთ, არამედ უნდა გულისხმა ვყავთ, უნდა დავფიქრდეთ, უნდა მივხვდეთ, რას გვეუბნება. არა არის კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმაცა შეაგინა იგი. არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არის, რომელიც შეაგინებს კაცს. ანუ ადამიანის გარეთ არაფერიაო ისეთიო, რაც დავუშვათ მის შიგნით შევა და შებილწავს, შეურაცხყოფს და ამითი ყველანაირ საჭმელს განწმენს უფალი. არამედ რომელიც მისგან გამოვა ადამიანისგან, ეს არის რაც შებილწავს მას, რადგან ეს ადამიანის გულიდან გამოდის. რომელს ასხენ ყურნის მენად ისმინენ, ვისაც ყურები მოსასმენად აქვს მოისმინოს. დაუდეს შევიდა სახით ერისა მისგან, კითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთვის. მაცხოვარი ხშირად იგავებით ელაპარაკებოდა ხოლმე ადამიანებს, რადგან ისინი მეტწილად მზაკვარნი იყვნენ და პირდაპირ ესე იგი არ შეიძლებოდა მათთვის თქმულიყო რაღაცა, იმიტომ რომ მაინც არ გაიგებდნენ ისე როგორც საჭიროა და მაცხოვარი ჩვენს გვეუბნება, რომ ნუ დაუფენთ მარგალიტებს, ღორებს და ძაღლებს. თუ ადამიანს არ უნდა შენი მოსმენა, იმას არ უნდა უთხრა იმდენი, რამდენსაც ის მერე პირიქით აბუჩა დაიგდებს და შენც მასხარად აგიგდებს, იმ სიტყვებზეც გაიცინებს, რასაც ეუბნება. ამიტომ ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს, ვის რამდენი უთხრას, როდის უთხრას და ასე შემდეგ. დარქვამად და ცალკე კი მოწაფეებს ყოველთვის განუმარტავდა ხოლმე ამ იგავის მნიშვნელობას, რასაც ზოგადად ხალხს ეუბნებოდა. დარქვამად, ეგრეთვე თქვენცა უგულისხმოვე ხართა და არა გიცნობიეს რამე თუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს, ანუ თქვენც მიუხვედრელები ხართო და ვერ გულისხმა ყოფთ, ვერ ხვდებითო, რომ გარედან შემავალი კი არ შეაგინებს კაცო, არამედ რაც ადამიანიდან გამოდისო, რამე თუ არა შევალს გულს, არამედ მუცლად. ანუ რაც გარედან შედის, გულში კი არ შედის, არამედ მუცელში. და განსავალით განვალს და განსმერწ ყოველსა ჭამათსა. ძველ აღთქმაში იყო ხოლმე, რომ ზოგი საკვები არ შეიძლებოდა ადამიანის მიერ მიღებული ყოფილიყო. ზოგი ხორცი არ შეიძლებოდა, მაგრამ ახალი აღთქმის პერიოდში ეს აღარ არის და ადამიანს შეუძლია რომ მიირთოს, მაგრამ თავარი ეს არ არის, არამედ თავარი ის არის ადამიანისგან რა გამოდის. და იტყო და ვითარმეთ კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა. რამე თუ შინაგან გულისაგან კაცთა ისა გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი. ანუ იმიტომ შებილწავს, რომ ის რაც ადამიანისგან გამოდის, მისი გულიდან გამოდის და მთავარი ადამიანის გულია, ადამიანის მუცელი ხო არ არის მთავარი. ესე იგი გულიდან გამოდის გულის სიტყვანი ბოროტნი. მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცისყლანი, ანგარებანი და უკეთურებანი, ზაკვანი, არაწმინდებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა. აი ეს არის რაც ადამიანს შებილწავს. აი ის საქმეები, რაც იქ არის ჩამოთვლილი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ადამიანის დაზიანებული გულიდან გამოდის. და მთავარი ეგ არის, ესე იგი, რომ ადამიანი დააკვირდეს იმას, ხო ნაყოფით იცნობა. ადამიანის გულიც მის მიერ გაკეთებული საქმეებით იცნობა. ასეთი ჩვენ ახლა თავი მოვიწონოთ, ასეთი ვარ თუ ისეთი ვარ, როგორი საქმეებიც გვაქვს. ისე გვწამს, როგორი საქმეებიც გვაქვს, ისე გვიყვარს, როგორი საქმეებიც გვაქვს და ასე შემდეგ.
სარწმუნოება თვინიერ საქმეთან მკვდარ არსო ამბობს მოციქული. ესე იგი, საქმეებში ჩანს ადამიანის რწმენა, ასე სწამს თუ ისე სწამს. ხა რაც შეეხება გალატელთა მიმართ ეპისტოლეს, პავლე მოციქული ეუბნება, რომ ურთიერთად სიმძიმე იტვირთეთ და ესწრეთ აღასრულეთ ჯული იგი ქრისტესი. ახლა ჩვენ ზოგჯერ და არა იშვიათად წუხვართ და ვამბობთ, რომ ამა თუ იმ ადამიანთან ცხოვრება ოჯახში თუ სამეზობლოში თუ სამეგობროში თუ სამსახურში არის რთული და ჭირს და ვერ ვუძლებ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ გვეუბნება, რომ ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესწრეთ აღასრულეთ ჯული იგი ქრისტესი. ჩვენი მხრიდან ვუყურებთ, რომ ის აუტანელია, მაგრამ ჩვენ მისი თვალებითაც უნდა შევხედოთ ჩვენს თავს და რამდენად ვართ ასატანი მისთვის. ანუ რაღაცა თვისებები არის, რაც მას აქვს ისეთი ჩვენ რომ არ მოგწონს და ამის გამო გვიმძიმს მასთან ყოფნა, მაგრამ აუცილებლად რაღაც არის ჩვენშიც ისეთი, რის გამოც მასაც უჭირს ჩვენთან ერთად ყოფნა. და იმის გამო, რომ მანაც მოითმინოს ჩემი ნაკლი, მეც უნდა მოითმინო მისი ნაკლი და ჩვენ ორივე ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ. და ამით აღასრულებს ადამიანი ქრისტეს რჯულს. წმინდა იოანე ოქროპირი აი ამ სიტყვების განმარტებისას ასეთ რამეს ამბობს, ასეთი მაგალითი მოყავს, აი კონკრეტულად რასაც ამბობს, იმას ვიტყვი. შეიძლება ჩვენ განვაზოგადოთ სხვადასხვა მანკიერებ თვისებებს. ის ამბობს, დაუშვათო ოჯახშიო ერთი არისო აი ფიცხელი ადამიანი, მრისხანი ადამიანი. მეორე არის ზარმაცი დაუშვათ. ამ გულფიცხელმა თუ ოჯახში უნდათ რომ მშვიდობა იყოს, ერთმა მეორის სიზარმაცე უნდა მოითმინოს და მეორემ პირველის ეს გულფიცხელობა. თუ ორივე საკუთარ მას მიხედავდა და იფიქრებდა, რომ მე ზარმაცი ვარ და ჩემს სიზარმაცეს ითმენს, მეორეც იტყვა და მე გულფიცხელი ვარ და ითმენს ჩემსას, აქ მშვიდობა იქნებოდა. თუ ორივე მეორის ნაკლზე გაამახვილებდა ყურადღებას, იქ მშვიდობა ვერაფრით ვერ იქნებოდა. იქ ორივე მართალი იქნებოდა და მეორეს გაამტყუნებდა. ამიტომ იქ მშვიდობა არ იქნებოდა. რამე თუ უკეთო ვისმე ეგონოს ვითარმედ არს რაიმე და იგი არაი იყოს თავსათვისა აცდუნებს. რადგანო თუ ვინმეს ეგონოსო რაღაცას წარმოადგენსო და ის სინამდვილეში არაფერი არ არისო, ეს თავის თავს ატყუებსო. ჩვენ ხო საერთოდ იმაზე დიდი წარმოდგენა გვაქვს ძირითადად ჩვენს თავზე, ვიდრე ვართ სინამდვილეში. და ჩვენ თავს ვატყუებთ, რომ ესეთი კარგები ვართ და მისი სხვისი მარტო ჩანს ნაკლი. ახლა უკვე ძნელია ჩვენ ესეთი კარგები ის, ისეთი ცუდი და როგორ უნდა მოითმინო, ეხლა წარმოიდგინე, ძალიან რთულია. მაგრამ პატრიარქის სიტყვებს გაგახსენებთ. უფრო ადვილია შენი ცოდვა დაინახოს სხვაში, ვიდრე საკუთარ თავში. სხვაში, აი უბრალოდ დავაკვირდეთ სხვაში, რასაც ვამჩნევთ. რატო ვამჩნევთ? ჩვენ სხვა არა გვაქვს ეგეთი. ან ფიქრით, ან სიტყვით, ან საქმით, რაღაც შეხება გვაქვს. ეხლა მაგალითად, აი ორი ადამიანი რომ საუბრობდეს, რა დროს უფრო გაიგებ მათ საუბარს, რა დროს ჩემს გამოგიცდია რაღაც. ხოდა, თუ არ გამოგიცდია, ვერ მიხვდები რას ელაპარაკობ. თუ არასოდეს მზაკრულად არ მოგცეულ ხარ, ვიღაცის სიტყვებს ვერ ჩათვლი, რომ ეტყობა ეს მზაკრულად იქცევა. ესეთი ფიქრებია. აი მაგალითად, სამი ადამიანი იდგაო აივანზეო და ღამის სიბნელეში დაინახეს მგზავრი მიდის და ერთი ამბობს, რომ რაღაცა საღალატოთ მიდის. ეტყობა. მეორე ამბობს, ეტყობა ვიღაცის გასაქურდად მიდის. ესამა კი ფიქრობს, რომ ეტყობა ვიღაცას უნდა დაეხმაროს. ყველა იმას ფიქრობს, როგორიც არის.
ერთი ქალაქის კარიბჭესთან ერთი კაცი ზის და ამ ქალაქში მოდის გზავრი უნდა შევიდეს და სად მიდიხარო ეკითხება და მე აი ესეთი ქალაქიდან მოვდივარო სულ ყველა ერთმანეთზე რო ჭორაობს ერთმანეთს განიკითხავენ მტრობენ ღალატობენ მოკლედ გაუსაძლისია ამ ქალაქში ცხოვრებაო და მინდა ვნახო მოვინახულო სხვა ქალაქებიც ესეთები არისო ამიტომ წამოვედიო და სამოგზაუროთ დავდიო შემოდიო ესეც ეგეთი ქალაქია შედიო ეხლა მეორე მოვიდა ეკითხება რა გინდა ამ ქალაქში რატო შემოდიხარ ის ამბობს რომ მე ისეთ ქალაქში ვცხოვრობ სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს ერთმანეთს უგებენ ერთმანეთს პატიობენ პატივსცემენ და ასე შემდეგ და მაინტერესებს ყველა ესეთი ქალაქია თუ მარტო ჩვენია ესეთი შემოდიო ესეც ეგეთი ქალაქია რა ხა ეკითხებიან კი მაგრამ ორივეს რო ესე უთხარი ესეთია ვინც როგორია იმას ხედავს იქაც შეიძლება ისინი სულაც ერთი და იგივე ქალაქიდან მოდიოდნენ მაგრამ ერთმა ისეთი დაინახა ის ქალაქი როგორიც თვითონ არის მეორემ ისეთი როგორიც თვითონ არის და ამას ძალიან ბევრია დამოკიდებული არამედ საქმენი თვისნი გამოიცადენინ კაცადმა ანუ ყველამ თავის საქმე გამოიკვლიოსო და მაშინ თავისა თვისისა ხოლო ქებაი აქუნდეს და არა მოყვასისა მიმართ ყველამ თავისი საქმეები გამოიჩხრიკოს გამოიკვლიოს და მარტო თავის თავზე ილაპარაკოს და არა მოყვასზე ეხლა ცოტაა გამოსაკვლევი ჩვენ თავს ვიცნობთ და თუ ადამიანი თავის თავს მართლაც საფუძვლიანად გაიცნობდა სულ მინიმუმ სხვისთვის აღარ ეცლებოდა და იფიქრებდა იმაზე რომ რა გამამართლებს მე ღვთის წინაშე სადეცალა მეზვერეს რომელიც ტაძარში უკან იდგა თავის ცოდვებს ნანობდა და ამბობდა ღმერთო მილხინე ცოდვილს ამასო და მუშტს იცემდა მკერდში სადეცალა ეხლა ესეთ მონანულ კაცს სხვების ცოდვები ეთვალიერებინა არ ეცალა მას არც არავის განიკითხავდა არც არავის ასწავლიდა არც არავის მიუთითებდა არც არავის ჭორაობდა ის თავისი ცოდვები ყოფნიდა სადარდებლად და საზრუნავად მაგრამ ის ფარისეველი რომელიც ტაძარში წინ იდგა და არანაკლები და უფრო დიდი ცოდვებიც ჰქონდა იმას არ ეცალა თავისი ცოდვებისთვის იმიტომ რომ სხვები ჰყავდა განსაკითხი ის სხვებში მხოლოდ ნაკლს ხედავდა საკუთარ თავში კი მხოლოდ ღირსებას და აი აქ ამაზე ლაპარაკი რომ დაანებე სხვაზე ლაპარაკს თავი შენი საქმეები გამოიკვლიე და ილაპარაკე თუ გინდა იმას მაგრამ ვილაპარაკებ ვერ ილაპარაკებ აი ერთ-ერთმა ღვთისმეტყველმა ასეთი რამე თქვა რომ აი ესეთი ხელსაწყორო არსებობდესო რომ აი მაგალითად ესეთი დიდი მონიტორი რო იყოს და დავშოთ ახლა რაღაცა შეგიერთონ იმისავით რომ საავადმყოფოში თითზე რო უკეთებენ ხო არის რაღაც და დავშოთ ახლა რასაც ფიქრობ აი დავშოთ დღეს რა ფიქრიც გაივლე თავში რა სურვილიც ქონდა რა განზრახვა აი რაღაცას ელაპარაკებოდი და ამ დროს რას ფიქრობდი და ყველაფერი ასე რომ ჩამოიწერო სამ ეკრანზე ბევრი ჩვენთაგანი გაბედავდა რომ იქ თითი შეეყო მე მგონი ვერავინ ხოდა ღმერთს არ ჭირდება ეგეთი მონიტორები ღვთის წინაშე რო წარდგება კაცი იქ მაგ მონიტორების გარეშეც გამოჩნდება ვინ რას ფიქრობდა ვინ რას აკეთებდა ვინ რას მეტყველებდა და ასე შემდეგ ყველაფერი გამოჩნდება ამიტომ ადამიანს სინამდვილეში არ ცალია სხვისთვის სხვების ცოდვების სათვალიერებლად არ ცალი ის კი არა თუ კეთილგონიერია კაცი ხვდება რომ ერთი კი არა ორი სიცოცხლეც რომ მიეცეს ამ წუთის ოფერში არა მაინც არ ეყოფა ცოდვების გამოსაგროვად მაგრამ ღმერთია მოწყალე და იმიტომ
არის საკმარისი მცირე სინანულიც კი. თორე სინამდვილეში ღმერთის მოწყალება რო არ იყოს. მაშინ არ ეყოფოდა არაფერი. ღმერთია მოწყალე და რო ეკითხებიან წმინდა სისოი დიდს რომ რამდენი ხანი უნდა ნანობდეს ადამიანი რაღაცა დიდ სოდვაში ჩავარდა, რამდენი ხანი უნდა ნანობდეს, ამდენი წელი, ამდენი თვე, ამდენი. ის ამბობდა რომ თუ სინანული გულწრფელია და ღრმად ნანობს, 3 დღეც საკმარისია. ეს იმიტომ რომ ღმერთია მოწყალე და არა იმიტომ რომ სოდვა არის არც ჩასაგდები და იოლად მოსანანიებელი. ასე იგი ნახეთ სხვაზე კი არაო თავის თავზე ილაპარაკოსო რამე თუ კაცად მან თვისი ტვირთი იტვირთოს. ეხლა როდესაც ლაპარაკია რომ ურთიერთთა სიმძიმე იტვირთეთო, იქ საუბარია იმაზე რომ ჩვენ ყველა ერთმანეთის ნაკროვანებები მოითმინოთ. მაგრამ აქ სადაც საუბარია რომ ყველამ თავისი ტვირთი იტვირთოსო, ნიშნავს რომ ყველამ თავის ცოდვებზე იგლოვოს და სხვის ცოდვებს გაანებოს თავი. მარტივად რო ვთქვათ. ხოლო ეზიარებოდნენ უმეცა რიგი სიტყვასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა. ანუ მოწაფერო თავის მოძღვრის კეთილ საქმეებში თანაზიარი იყოს და გვერდში რომ ედგეს მის მიერ ღვთის სიტყვის ქადაგებას დაუდგეს გვერდში რამდენადაც ეს მას შეუძლია. ნუცდებით ღმერთი არა შეურაცხიქმნების. მეხლა ღმერთი შეურაცხყოფილი არ დარჩება. აი როგორ დარჩება ღმერთს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ ღმერთი შეურაცხყოფს. ზოგი გმობს ღმერთს, მაგრამ რა ღმერთი ამის გამო შეურაცხყოფილია. თავად ეს ადამიანი რჩება შეურაცხყოფილი და ღირსება აყრილი და დაზიანებული. რამე თუ რაიცა იგის თესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს. რასაც დათესო, იმას მოიმკი. ღვთის დიდებას და იტყვი, მაშინ შენც ამას მოიმკი. გმობას იტყვი, შენც ამას მოიმკი. რამე თუ რომელმანს თესოს ხორცთა შინათვისთა, ხორცთა მიერთვისთა მოიმკოს ხრწნილება. ძალიან საინტერესოა, ჩვენ არაერთხელ გვითხოვს ეს სიტყვა. ვინცო თავისი ხორცისთვის დათესოსო, ხორცისგან მოიმკვის ხრწნილებასო. ეხლა ჩვენი სხეული არის ტაძარი სულისაწმინდისა, მაცხვარი ამას ამბობს, უდიერად არ უნდა მოეპყრო, უნდა გაუფრთხილდე. მოდი, რუსუდან სვეტისკამი მიეცით, მიყუდება რომ შეძლოს. ისე უნდა მოექცე, რომ არ უდიერად არ მოეპყრო და ძალით არ დააზიანო, მაგრამ როგორც არ უნდა დაფოფინებდე, არა სხეულს, რას მოიმკი იმისგან? მიწა ხარ და მიწად მიიქეცი. ბოლოს ეგ არის. ბოლოს ისე მიწას უნდა შეერიოს. აი როგორ იყო ალექსანდრე მაკედონელზე ამბობენ ასეთ რამეს, რომ ის ხო ამხელა იმპერიის ბრძანებელი იყო და გარდაცვალების წინ დაიბარაო, რომ ესე იგი საუკეთესო ექიმებმა გამასვენონო და ესე ხელი ჩამომაშვებინეთო და ხალხმა ნახოსო, რომ ამხელა იმპერიის პატრონს არაფერი არ მიმაქაქედან და რომ ყველაზე საუკეთესო ექიმებიც კი უძლური არიან სიკვდილის წინაშე. რომ რომელმანს თესოს ხორცსა შინათვისსა, ხორცისაგან თვისისა მოიმკოს ხრწნილება. ანუ გადამეტებული ზრუნვა საკუთარ სხეულზე ასე იყოს, ისე იყოს. ახლა დღეს ხო რაღაცა მოდაშია ის, რომ სხეული ადამიანს გაკერპებული და ყველანაირად ცდილობს. როგორიც გაგაჩინა ღმერთმა, უნდა იყო ისეთი. კი ბატონო, დაიბანო, მოუარო, მოაწესრიგო, გაბრძნული არ უნდა იყო ქრისტიანი და ჰიგიენის ნორმებს უნდა იცავდე, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტობა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იმ ზრუნვას სულს ვართმევთ და იმ დროსაც ხორცს უთმობთ და ხორცს დაუთესე რამდენიც კი და მაინც უნდა გაიხსნას. ხოლო რომელმანს თესოს სულსა თვისსა, სულისაგან თვისისა, მოიმკოს ცხოვრება საუკუნო. მაგრამ ვინც აი ამ სულის დროს და ენერგიას და რაც საჭიროა იმას მისცემს და დათესავს სულისთვის, აი ამ სულის
ის მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის. სხვაგან ამბობს პავლე მოციქული, რომ ხორციელი წვრთნაო ჟამ ერთ სარგებელ არს, ანუ ერთ გარკვეულ დროს არის სასარგებლო. ადამიანს კუნთები აქვს, რაღაცის უნარი აქვს, რაღაცა შეუძლია. ეს არის საფლავის კარამდე. ეს იქამდე გამოადგება. იმის იქით აღარ, მაგრამ სულიერი წვრთნაო ყოველთვის საჭიროა. ანუ ეს სულის გაწვრთნა აქ კი არ მთავრდება და მარტო აქ კი არ მოიმკის ამის შედეგებს, არამედ მარადიულობაში. ხოლო კეთილისა საქმე ნუნცა გვეწყინების, რამე თუ თვისსა ჟამსა მოიმკოთ, არა თუ მომედგრდეთ. ნახეთ, აი ძალიან საინტერესოა. კეთილი საქმე, ანუ სულიერი მოღვაწეობა. ნუნცა გვეწყინებ, ანუ ნუ მოგეწყინება, ხო არის რა, აკეთებ და მოიწყინა და აღარ აკეთებს. აი ლოცულობს კაცი და მე აღარ ლოცულობს, მარხულობს, აღარ მარხულობს, ახარებას კითხულობს და აღარ კითხულობს. აღარ ეზიარება, აღარ დგას წირვაზე, მოიწყინა. ნუ მოგეწყინებათო. რადგანო თავის დროზე მოვიმკითო, არა თუ მომედგრდეთ, ანუ თუ არ დაანებებ ამის კეთებას თავს, არა? სულიერ მოღვაწებას, მაშინ მოიმკი. და თუ ეხლა ბაღში რაღაცას დათესავ და მე აღარც მორწყავ და აღარც გათოხნი და აღარც შეწავლ, არაფერიც არ იქნება. კი, დათესე, მაგრამ არ გამო. არამედ ამას ყოველთვის ჭირდება მეთვალყურეობა, ყოველთვის გულმოდგინება ჭირდება. ის კი არა, ზოგი იტყვის, სახარება წაკითხული მაქვს. სახარება წაკითხული კი არ უნდა გქონდეს, სახარებას ყოველდღიურად უნდა კითხულობდე. ყოველდღიურად უნდა იკვებებოდე იმით. აც უკვე ვიდრე ჟამი გვაქუზღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთავე მიმართ, ხოლო უფრო ისაც სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა. სანამ დრო გვაქვს, რომ ყველას მიმართ სიკეთე ვაკეთოთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა შენი რწმენის ადამიანების მიმართ, იმიტომ ეს შენი ოჯახია, ეს შენი ეკლესია, შენი ქრისტეს სხეულია. ჯერ ამათ მიმართ უნდა იქმოდეს სიკეთეს, მაგრამ ზოგადად ყველას მიმართ. ეს იყო დღევანდელი სამოციქულო. აქ კი ერთი შეკითხვაც იყო, მაგრამ ესეთი შეკითხვაა, რომ თუ ინტერნეტიდან ამოიწერეს ესე ამ საკითხზე ზოგადად ესე რაღაცა ვილაპარაკოთ, მე მგონია რომ არ გამოდის. ჯობია პირადად დალაპარაკება, თუ მოძღვარი ყავს, მით უმეტეს მივათავის მოძღვართან და გაესაუბრება. დღეს არის თქვენი ცით, რომ წერან პარაკლისის დროსაც მოვიხსენეთ 300 არაგველის ხსენების დღე. წანისის ბრძოლა. რა საოცარი ხალხი იყო, უბრალოდ უხელად ამაზე საუბრობდით, ახლა გწირვა გქონდა სოფელში. ხო იცია რომ ეს ბრძოლა მარცხით დამთავრდება, უკვე განწირული, მაგრამ რა გულმოდგინეები არიან, მაინც რომ მიდიან ეს 300 არაგველიას ბრძოლაში. აი, უბრალოდ მათი სოფხედველობა, მათი განწყობა იმ დროს როგორია, რომ აი მიდიან და იციან რომ აღარ დაბრუნდებიან, მაგრამ მაინც მიდიან. ისევე როგორც აი ეს დავით აღმაშენებელი რომ დიდგორის ბრძოლის დროს 200 კაცს აგზავნის. იმათაც ხო იციან რომ არ დაბრუნდებიან. და ამ ბოლოს წავიკითხე კიდევ ესეთი ძალიან საინტერესო რამ. ახლა სპორტი როა ჭოკით ხტომას რო ეძახიან, ხო აი მაღლა რო ხტები 5 მეტრზე და რაღაცა. ესე იგი ბრძოლის დროს ქართველები თურმე აი როგორ იყენებდნენ ამას. ოღონდ ყველა კი არა, ზარმაცი და უქნარო ვერ გააკეთებდა ამას. სპეციალურად გაწვრთნილი იყვნენ ეს ხედრები, ვაჟკაცები, რომლებიც აი ამ ჭოკით რამდენიმე ათეული შეიძლება პირდაპირ ხტებოდა მტრის შუაგულში, ესე რომ ვთქვათ. მამო, შუბით ყველა ხტებოდა. არა, რაღაც შუბი პატარა და უბრალოდ აი ახლა მათ ხო იცოდნენ რომ იქიდან ცოცხალი ფიზიკურად ვერ გამოხარ, მაგრამ
მათ იციან რომ ეს მტერს რამხელა ზარალს მიაყენებს და მათ იციან რომ ეს მათ სამშობლოს ჭირდება და ეს მაშინ იციან როცა საამისოდ იწვრთნებიან აი რამხელა ვაშკაცობა რამხელა გამბედაობა რამხელა სიყვარულია და რწმენა შოთა რუსთაველი ამბობს ვინცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიანო ანუ ჩვენ ხო ვიცით რომ ქრისტესთვის სიკვდილი სამშობლოსთვის სიკვდილი მეფისთვის ღვთივკურთხეული მეფისთვის სიკვდილი ეს არის მოწამეობა და მათი სულები ზეცაში მირბიან აი ამას ამბობს შოთა რუსთაველი ისე რომ მათი ცხონება დაუბრკოლებელია აი ეს არის სულისკვეთება, რითაც იზრდებოდა მერე შემდგომი თაობა. და ეხლა წარმოედგინეთ ამას, რომ უყურებდა და იგებდა მისი შვილი. იგებდა მისი თანასოფლელი, მისი შთამომავალი. ხო, აი რამხელა სიმტკიცეა ესე იგი. იმიტომაც ამბობს მინდა პაისი ათონელი, რომ ძველ დროშიო ჩვენო მაგალითები ყავდა და დღესო მაგალითები არ ყავს. აი მაგალითად ყველა მშობელი თავისი შვილისთვის უნდა იყოს მაგალითი. განასაყვედურებით, განაჩხუბით, ყურისაწევით, არამედ უნდა იყოს მაგალითი, დაანახოს საქმით. აი ესეთი უნდა იყოს. და იმან შეიძლება ხვალ არ გამოიღოს შედეგი, მაგრამ წლების მერე აი ამ მაგალითმა გამოიღოს შედეგი. შეგვეციოს ამ წმინდანების მეოხება ღვთის წინაშე და ჩვენს ერში კვლავ გაგრძელებული იყოს ესეთი სულისკვეთება, ესეთი მაგალითი მრავალი ყოფილიყოს. ესეთი მაგალითი დღეს გვყავს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელიც აი პატარაობიდან ქრისტეს გზას შეუდგა და მთელი შეგნებული ცხოვრება აი ქრისტეს ეკლესიის საკეთილდღეოდ იბრძვის. ახლა მე ადრეც გითხარით პატრიარქი როდესაც სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა იქიდან აქ პატრიარქ ეფრემს წერილს და თუ არა ვწდები სადღაც 20 წლისაა თუ 19 აღარ მახსოვს ისე სიღრმისეულად ფიქრობს თავის სამშობლოზე, თავის ეკლესიაზე, აი ამ საჭირბოროტო საკითხებზე 19 წლის ახალგაზრდა კაცი. შეიძლება დღეს 50 წლისა ვერ ფიქრობდეს ისე და ქარაფშუტულად ფიქრობდეს. ხო, აი 19 წლის ბიჭი ახლა დღეს ბევრი ფიქრობს ეგრე და ბევრი ვერც არის პატრიარქი, ხო, ახლა ეგეც მონებრივია, ხო, მაგრამ უბრალოდ აი მე იმას ვამბობ, რომ მისი აი ეს სულისკვეთება, აი ეს თავგანწირული დამოკიდებულება რა, აი პატარაობიდანვე მოდიოდა და ეს ამაზე ფიქრობდა. არ ფიქრობდა გართობაზე და აი მაგალითად როგორც წმინდა ბასილი დიდის და გრიგოლ ღვთისმეტყველის შემთხვევაში ისინი როდესაც სასწავლებლად იყვნენ, ორი გზა იცოდნენ. ერთი სასწავლებლის და მეორე ტაძრის. ხო ახლა შეიძლება ვიღაცა მეკითხოს კიდე რა გზა უნდა ყოფილიყო და გზების მეტი რა არის. იქ გასართობი თუ ასეთი თუ ისეთი დღეს ხომით უმეტეს. აი ეს არის მთავარი რომ რა გზას აირჩევ ადამიანი. დღესაც შეუძლია ადამიანმა აბა კითხოს თავის თავს მე რა გზები მაქვს. სად მივდივარ ყოველდღიურად, რას ვაკეთებ, როგორ რანაირად. იმათ ეს ორი გზა ჰქონდა ტაძრისა და სასწავლებლისა. უნდა ესწავლათ იმიტომ, რომ თავის ეკლესიას ჩასდგომოდნენ და გამოსდგომოდნენ. ეგ არის და ორივე დიდი მღვდელმთავარი იყო. ამათ კაბადოკიელ მამებს უწოდებენ. ბასილი დიდს, გრიგოლ ნოსელს და გრიგოლ ღვთისმეტყველს. ბასილი დიდი და გრიგოლ ნოსელი ძმები იყვნენ. და მათი ოჯახიდან 5 დედმამიშვილი წმინდანად არის შერაცხილი. მშობლები და 5 დედმამიშვილი. სულ 10 იყვნენ. ეხლა სადაც აი ამ 12-დან, ნუ პაპებზე და ბებიებზე აღარ ვამბობ, ისინიც ესე მოწამეობრივად, მაგრამ სადაც აი ამ 12-დან 7 წმინდანად არის შერაცხილი. რა გასაკვირია, რომ ის დანარჩენებიც არ იყვნენ წმინდანები. რატო ვამბობ ეხლა ნახეთ,
ესენი უფრო სასულიერო ხაზით იყვნენ. ერთი მღვდელმთავარი იყო, მეორე მღვდელი, არა, ორი მღვდელი, სამი ბასილი დიდი, მაკრინე მერე მონაზონი გახდა და თეოზოაც დიაკონისა იყო და ისინი როგორც ჩანს დანარჩენი ხუთი ერის ადამიანები იყვნენ. შეიძლება ოჯახი ყავდათ რაღაცა და იმათი ცხოვრება ესე არ ჩანს და იმიტომაც ისინი შეიძლება წმინდანად არ არიან შერაცხილი, მაგრამ რა გასაკვირია ასეთების გვერდით ისინიც ასე ყოფილიყვნენ. ხო და აი წარმოიდგინეთ ერთ ოჯახში ამდენი წმინდანი. აი რამხელა ის აქვს მაგალითს, მშობლების მაგალითს. გინდაც აი ძმები კარბელაშვილები. მათი მამაც გრიგოლი მღვდელი იყო. და ამ მღვდლის ოჯახში გაიზარდნენ ესენი მაგალითი ჰქონდათ რაღაცა და ამდენი წმინდანი ერთი ოჯახიდან. ორი მოწამე მათ შორის ერთი მღვდელმთავარი იყო. ხო და აი ამ მაგალითს აქვს ძალიან დიდი ძალა და შეგვეციოს მათი მეუღლე.